სასმელი წყალი, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, დაზიანებული გზები, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც გორის რაიონის სოფელ ფლავის მოსახლეობას აწუხებს. ამ დროისთვის ყველაზე მეტად ისინი შეშის ბარათების გადანაწილებაზე საუბრობენ. აქტუალური ასევე სოციალურად დაუცველთა თემაც. სოფელს პირველ რიგში წყალი უჭირს გენაცვალე. ძალიან ცუდი წყალი არის, ხან სულაც არ აგვაქვს ისიცა. ეს შუქები ცოტა გამოსწორდა არ აგვიშამს. პირადად ჩემი პრობლემა კიდე სოციალობა ვთხოვე და არ დამინიშნეს და თუ არ მეკუთვნოდა კიდე რა ვიცი მე მგონი რომ შეამოწმოს რომ მე კიდე კომისია გამოვიწვიო უეჭველად მეკუთვნის და განაცხადი არ გააკეთე განაცხადი გავაკეთე ღატაკი მიწერია მაგრამ 79 ქულა გააქვსო ეგრე მითხრა ვართ სრულიანი ოჯახი მყავს პატარა შვილიშვილი ვართ ზღვის ბინაში ცხოვრობთ არა სოციალ დაუცველობას არ ვიღებთ არაფერი შემოსავალი არ მაქვს ყველას დაურიგეს 200 ლარი რო დარიგდა მე არ მომწეს არავის არავის ჩაბედი საბჭოში და გააკეთეს მეორე სიები და დამატებით სიებში იქნებოდა დამატებით სიებში არა ვარ ამ წუთში არაფერი და შარშან დარიგდა ის ბაღის მოწამვლის და ეგ შარშან ავიღეთ და თუ კი შარშან ავიღეთ წელს რატო ვეღარ ვიღებთ თუ კი შარშან ვეწერეთ ამ სიებში ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით აღნიშნულ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და ხაროზები მალე გამოსწორდება დიდი მოცულობის სამუშაო იყო და პატარა ხარვეზები გაიფარა, მაგრამ არათანაბარ პირობებში არავინ არ ჩადგება, ის გამორჩენილი ხალხი სია გაკეთდა მუნიციპალიტეტს წარდგენილია და ჩემი ინფორმაციით ხვალ გადის უკვე საკრებულოს ხდომაზე და სავარაუდოდ ალბათ დადებითად გადაწყდება ეს გამორჩენილი ხალხის დაფინანსების საკითხი, ასე რომ დისკრიმინაციული არავის არ მოექცევა ხელისუფლება. სოფელ ფლავის მოსახლეობამ პრობლემები ადგილზე ჩასულ ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს გააცნო. ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრების ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაცია ხელისუფლებასთან შუამდგომლობას გასწევს. ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მათი პრობლემების მოგვარების მიზნით და გულისხმობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას. სწორედ მათი დახმარებით და კოორდინაციით ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება. სიტუაცია დაგვხვდა, როგორცაც ველოდებოდით პრინციპში საკმაოდ მძიმე და რთული, მაგრამ იმედია, რომ ყოფილი წარიმართება ნორმალურად და გადაიჭრება ეს პრობლემები, რომელიც დღეს აქ ნახეთ. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ფლავის შემდეგ ქორდისა და არბოს მოსახლეობასაც შეხვდნენ. მოსმენილი პრობლემების ადგილობრივ ხელისუფლებასთან განხილვა კი მარტის თვეში იგეგმება.